ხელი გამიშვიო მითხრა მე უთხარი ვერა თქო ფიქრი ისე გამექცა სიყვარულის მჯერა თქო თოლიებს ბეღურებს უპოვნიათ სახლი ჩემთან ბაღში მდინარები ისე უყვირია ხებს ტკივად ბოთლები მე კი შენ გელოდები ისე გიცდი შენ არეული თვების სიტყვა სულ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები მიყვარხარ შენ არეული თვების სიტყვა სულ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები მინდები შენ არეული თვების სიტყვა სახლი ჩემთან ბაღში მდინარები ისე უყვირია ხებს ტკივად ბოთლები მე კი შენ გელოდები ისე გიცდი შენ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები მიყვარხარ შენ არეული თვების სიტყვა სულ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები მიყვარხარ შენ არეული თვების სიტყვა სულ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები ვარხარ შენ არეული თვების სიტყვა სულ სხვანაირი სიტყვის მე ვხვდები მინდები შენ ემოცია მოდის თქვენგან. ბიჭებო, გოგო წამოიყვანეთ. მე ისე ვიმღერებთ აუცილებლად. წამოდით. მოვედით. აი, მოვედით. ესე იგი დღეს ჩვენთან ეთერში კიდევ ერთი კარგი ახალი სიმღერა ნიჭიერი ადამიანების. აუ, გიორგი, დილიდან ესე დილის დაწყება. ძალიან მაგარი. დილა მშვიდობის. როგორ იცეკვანი? ძალიან მე ვიმღერებ. ბეჭდრა ავიყვანოთ ანი რა. აუ, ძალიან დიდი სიამოვნებით. იმედი ესმენასაც დაუხვეწავ ნელ. სახელს ამოგითხავ და ხელი აციეთ. სადრელაცია. არის. გიორგი ჭინჭარაძე. ჭინჭარაძე. ხო, ჭინჭარაძე. 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 კარგი იყო ჭინჭარაძე. აჩიშიაშვილი. არის. დათუნად გებუაძე. არის გიორგი ტიგნაშვილი. გახლა. და ბენდის ახალი წევრი ანიმა მამაშვილი ვარ. არის. როგორ ახლა? ყველანი ვარ. იცი რა არის ყოველთვის ადამიანებს უქმნით ძალიან მაგარ გაწყობას და ყველაზე მთავარი ეს არის რომ თინეიჯერებს ყველაზე მეტად. კი, და რაც არის კიდე ძალიან მთავარი რომ ყოველთვის რაღაც ჰიტდება თქვენი სიმღერა. თავიდან რომ მოგვიყვა, როგორ შეიქმნა ბენდი, როგორ იპოვეთ ერთმანეთი, როგორ ჩამყალიბდით და რა მაგარია რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებს და სხვანაირად არ ერთობით. მართალია. სხვანაირად არ ერთობით. ძალიან მაგარი არის რომ
ანუ მე და დათუნა ვიცნობდით დათუნას ბავშვები. გაეცნა ერთობას ყველა აი ჩუვაკ როგორ ერთობა კაცო არა ეხა ეგ ყველანი ვერთობით მაგრამ ხო ჩვენ ერთობით ერთმანეთთან ურთიერთობით აბა რა და ყველაზე მაგარი ისე რომ მე და დათუნა ვიცნობდით ბავშვობიდან ერთმანეთს მე შევიძინე ბატონი სანდრო გერონბაზზე უკრავს მე შევიძინე ბატონი გიორგი და სულ ბოლოს დააგვირგვინა ბატონმა აჩი ეს ყველაფერი დიახ და შევიკრიბეთ ერთად და გადავწყვიტეთ რომ ერთი საქმე გვეკეთებინა და გვეკეთებინა ისე რომ ყველას მოწონებოდა. აი მანდ ვარ მეც. ვიცი რა არის ყველაზე თავარი? არ შეიძლება ახლა სერგი არ მოვეკითხო შენი ძმა. ხო, სერგი. ერთ-ერთი მეცნიერი გრაფიკოსი ადამიანი, რომელიც ღედაღამე მუშაობს და ძალიან გავს თავის ძმას. თუ სად სულ აბრაზებ და სულ დიდ ბოდიშს ვხდი აქედან. აბრაზებ სერგი? რატო? არ გახსოვს და ძალიან იცი როგორ მიყვარს სერგი მეტი აღარ გააბრაზა. არა, მე უნდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ბიჭებმა ყველამ ამისრულეთ ოცნება პირველად ვიმღერე ლაივში მიკროფონში ძალიან მაგრა და ძალიან დიდი მე მადლობა ახტონებული ვარ არა ისეთი იცი რა მაინტერესებს ტექსტი მუსიკას ყველაფერი თქვენი აგი შეწერა ის არის და ტექსტი და ანუ როგორ არის იცი ეხლა რაც ვიმღერე ჩემი თავიდან მოგ არის 1 2 3 მაქსიმუმ არის სიმღერები, რომელიც ანუ ზოგი ჩემი მეგობრების არის, ერთი არის ძველი სიმღერა და ის მაქვს გადაკეთებული ჩემებურად, მუსიკა ჩემი აბსოლუტურად ყველაფერი და სამი სიმღერაა, რაც სხვისი ტექსტით მღერი. მაგრამ ვითავისებ. სხვათა შორის ერთხელ მახსოვს, ჩემზე ასეთი პატარა მეგობრები ყავს და რამდენიმე წლის წინ, 3 წლის წინ ხდებოდეს, მოვიდნენ, აი ახლა ყველაზე მაგარი და მიხეს იგინა. თუ ტელეფონში ქონდათ ეს რაღაც სადღაც იქ თქვენთან შეიძლება სულკე ქონდათ. უკვე წარმომიდგენია რა სიმღერაც ხარ. აუ, იგინა და რაღაცა არა, ეგ არ იყო. არა? რაღაცა გაურკვეველ სიმღერას ხარ და მაგარია გაურკვეველ სიმღერა. ეს ვინ არის თქო და მე უკვე რომ გავიდა რამოდენიმე ხანი, 1 წელი, მე ტიგინა ნენელა წავიდა მოიხოდა? ხო, YouTube-ზე რაღაც გაიდო. ხო, მაგრამ ის სიმღერა იყო ნამდვილი ჰიტი და მთელი თბილი სიმღერა და რომ ზე და დილიდან დილამდე ამყევით ბიჭებს ამამდე და კარგო ოცნება მასულთან დასდევდა სიყვარულის ფერები თქვენ მე არ გვასვენებდა არც მოგვასვენებს ჟანრს რა ქვია თქვენსაც რასაც ხო ეგ მაგარი თემაა რა მე ესე კონკრეტულად რომ აიცი ამას მღერი არ მაქვს იმიტომ რომ არ ვიცი მღერი იმას რაც ჩემია ხო ხტები ანუ ესე რომ იმ კონკრეტულ ჟანრში ვარ ცოტა ანუ ესე თავხედურად ვარ გამომიდვის ცოტა ყველაფერი რა ამაში რა ცოტა ცოტა ძალიან ცოტა ჯაზის ელემენტებიც არის თუ აი ოდნავ რაღაცები ან ცოტა რეგე ცოტა აი ყველა რაღაც ისინი კარგად აღებული ყველა ჟანრიდან ამბებია ელემენტები მიქსია გაკეთებული რა. კი, მუსიკალური განათლება არ გაქვს. ბიჭებო, მსახიობი ვარ იდეაში. და ბიჭებმაც რო გითხრან თქვენ? არც მე არ მაქვს არანაირი მუსიკალური განათლება და თუ შენ ბიჭო არც. არა. ანუ საერთოდ იქნა ხეთერთმეტი. არა, რა ნიჭიერები არიან რომ მუსიკა. ეხლა რო ვთქვათ რა საქმიანობას ვეწევით მუსიკის გარეთ ცოტა უხერხული რატო? თვითონ ჩამოვიყვანთ მანქანად იაფათი. არა, ჩვენ მეუბნებოდი ჩამოყავს. არა, მე მინდა ეს ადამიანი მჭირდება. მოგმართავ. კიდევ ვიღა პროფესიისა. ან ყველას ეს ბიზნესი გაქვს. შენ რა პროფესიის ხარ? მე არანაირი მუსიკოსი. ხო და თავში აბიტურიენტი. აბიტურიენტი, ეგეც წარმატებები ჩვენ მივატოვეთ უნივერსიტეტები აი ეს ამ ორმა ადამიანმა აი ესე. ხო. შენ რომელი მუსიკამ ხო არ განაპირობა. მუსიკა და შემთხვევაში კი. აუ, ეხლა რო ვაკითხოთ, არ შემიძლია. ის რა არის? შენ გაქვს რაღაცა შენებური სიმღერის სტილი. გინდა ხო როგორი სტილია? აი რაღაცა ალბათ ეს გოგოის მარნეუსები თამრიათიტები ზეთიტები აქ ვაფშე გიждდებია ჩაცი რაღაცა სტილი გაქვს დარჩეული რომელთაც ალბათ ხალებს ხო მაგას იცი რა ქვია მე გეკეთე მაგარი არ შენი ნახე რა მაგარი არ მეკითხა ეგ სტილზე და თითებზეც არის ეხა სადღაც აი აბა რა ხო მაგრამ ახო თუ არის სლენგისთვის თან არის კიდე დამოკიდებული იმაზე რომ საკუთარი თავი იპოვო
ჩაცმაშიც. ხო, აბა. სიმღერაშიც. შენი ინდივიდუალიზმი. მაგიტომ მოწონხარ რა, მაგიტომ მე უფრო მომწონს შენი ამბავი, შენი ჩასმის სტილი, რომ ის უკვე შენია. უცხოა ჩემთვის. ანუ სხვას არ გებხარ ხვდები და საინტერესო ტიპი ხარ. და ეგ არის ძალიან მაგარი, საკუთარ თავს. ეხა გველაპარაკები თუ გვეჩხუბები? ხო, რაღაცა გიგი და პარა, ჩაითვის მანერიდან რა, ხო, ეკოთი გავაკეთე. ძალიან საინტერესო არის თქვენი ბენდის შექმნის ისტორია. აი რა რომელიმე ჯგუფის ზეგავლენ არ მომღერლის ზეგავლენ, ან თუნდაც შენი არის? კი, რა თქმა უნდა, თავიდან. ესე კონკრეტული ტიპის ზეგავლენა არა, ყველა ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, იმიტომ რომ როცა სანამ სიმღერას დავიწყებდი, ყველა კარგი ჯგუფი მომწონდა რა და სტიმული და ბიძგი თავიდან. ყველაფერმა ამან განაპირობა ჩემს. როგორ ეთქობა მსახიობი მანერულია მაინც. ხო, კარგია მე. და გიორგი დისკის ჩაწერას ხო არაპირებთ? ხო, დისკის ჩაწერაზე ხა კარგ თემას, ხო, კარგ თემას მივადეთ. ყველა ერთად ფინანსებისგან მივდივართ როგორც მე. კარგ თემას მივადეთ. არის როგორი ამბავი ხა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში და რეალობაში ეგეთი ამბავი გვაქვს, რომ ჩემი მეგობარი ალბათონი ინგა ჯიქია ძალიან გვეხმარება რა ეხა ამ დღიდან რაღაცა ამ დღიდან არა უფრო ცოტა ალბათონი ინგაც მანამდე შევხვდით ერთმანეთს ვილაპარაკეთ რაღაცები და გადაწყვეტა ესეთი რამე ჩავწეროთ დისკი გამოუშვათ კლიპი და დუეტი ვისთან ბატონ კაბუსთან აჰა ძალიან მე დიდი სურვილი მაქვს იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემ როგორც ხელოვანს როგორც მსახიობს ძალიან მაგარია და ძალიან ენერგეტიკული ტიპია თვითონ და ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მეწყინა არ გონია ორი ენერგეტიკა ერთმანეთს დაეჯახება სცენაზე აღსასწაული იქნება ხო ერთმანეთს თუ გაუგებენ ძალიან მაგარი იქნება რა მე მგონია რომ გაუგებენ თქვენი და კაბუს ენერგეტიკა აუცილებლად ერთმანეთს და კონცერტზე რა ხდება კონცერტიც იგეგმება რა თქმა უნდა და კონცერტი ზუსტად ესეთ თარიღი ჯერ არ არის დადგენილი სამწუხაროდ დუეტის თარიღი თუ არის გიორგი დუეტის თარიღი რატო არ არის იცი იმიტომ რომ როგორც მოგიხსენებათ კაბუს რაღაც პრობლემები აქვს დიდი და ანუ როგორც კი კაბუ გამოჯამრთელდება ეგრევე აუცილებლად რა თქმა უნდა ძალიან იცი რა მაინტერესებს აი ძალიან ბევრი თქვენი გულშემატკივარი უყურებს GDS ესეთი ახალგაზრდა ენერგია ჩვენ ცოტა ვებრები კი მუშაობთ იცი რა ყველამ თავის თავზე ილაპარაკებს აა ხო თქვენი ბენდის წევრია ხო თუ შეიძლება რაცა ყო აი მაგალითად თქვენ გულშემატკივარს აი სად შეუძლია თქვენი მოსმენა მიუხედავად ის კარგი ჩართვეს YouTube-ი მოისმენა ეს დისკი და მოხდა აი ლაივში ცოცხლა კარგი რამე თქვი ხა გეტყვი მაგას რომ ესე ჯერჯერობით მე უნდა ანუ ეს თავხედურად არ მინდა გამოვიდა ჩემო გულშემატკივრებოდა რა რატო გულშემატკივარი ჯიგრებოდა მაგრებოდა კარგებო ესეთი რამე შემიძლია რომ გითხრათ ეხა ვიწყებთ რაღაცა იმ ამბავს რომ ბევრი კონცერტი ბევრი შევთავაზო მაყურებელს და მსმენელს რა ეხა ვიწყებ მაგის ადრე ეხა ძალიან ისეთ გახსნილ ამბავს ვიძახი რა გულით ვიძახი არ ვიპრანჭები არის როგორი რამე იყო ისი რომ მაინც და მაინც ადრე როცა მღეროდი იმაზე არ მუშაობდი ცუდი ნათქვამია რა არ მუშაობდი იმაზე რომ ხალხისთვის მიმეწოდებინა ბევრი და ბევრი ერთობოდი ჩემთვის იგარი ხარ და ეხა მაგ უკვე ის ვალდებულებას გვგრძნობ რომ ხალხს უკვე უნდა მივაწოდო ახალი და გემოვნებიანი რადგან მომეწონა რადგან მომეწონა არ უნდა დაკარგო ის სტილი არ უნდა დაკარგო ჩაცვა არ უნდა დაკარგო ეს პროფესიონალი ადამიანები ხალხიდან ბოლომდე მართალი ხმა ეს ხალხი არ უნდა დაკარგო და არა ეს ხალხი არის ძალიან ეხა მე ძალიან გიგოდის გიხდი თუ შეიძლება რომ ჩემ ბიჭებზე ვილაპარაკო ბენდი მყავს ისეთი მაგარი რომ ვარ ყველაზე ამაყი აბსოლუტურად ამ დედამიწის ზურგზე იმიტომ რომ ბიჭები არიან არა მარტო მუსიკოსები ძალიან მაგრები არის მუსიკოსები მაგრამ თვითონ ტიპები ისეთი მაგრები აი რა დაგვიხასიათო კარგი აი დავით ოპა შო აი მე ჩაეცინა უკვე ეხა დავით ჩემი დახასიათება ატიცემული სანდროს ევალება აბარია საორგანიზაციო საქმეები სანდრო აგვარებს თუ კი რამე პრობლემა აქვს ქვეყანაზე სანდრო აგვარებს ყველაფერს აბსოლუტურად თან ძალიან კაცრია ესე გიღიმის მაგრამ ეგრე არ არის აბა შეკეშავ არის გადავიდეთ აბიტურიენტი პატიშემდე გიორგი
გიორგი არის უსაყვარლესი. რეპეტიციაზე რომ შემოდის, სუმორიდებული არის, რომ რამე ზედმეტი არის. ხო, მე მშვიდება, რომ სანდრო წყნარად უყურე. ამოისურთავს ხოლმე და всё, აბათ, ვაღი. ეს უნდა რომელსაც მანქანები ჩამოყავს. ეს არის გარეწარი კაცი. ეს ისეთი გარეწარი კაცი. ევითამ ესეთი დრამა, აი მე რა კარგი ბიჭი მანქანა. რა ჩაცმის სტილიც თავისებური. აი ზუსტად ეგეთი გარეწული ჩაცმის სტილი აქვს. ისე ლამაზად გეტყვის რაღაცას და ისე ლამაზად ამ რაღაცას კარგი არა ძალიან სულ, მაგრამ შენ კარგი გონია და ჯერ ის. ხო მეორე დღეს აი გადავედით პატივცემულში რაღაცა. ეს არის პატივცემული, რომელიც ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ. იმდენად საშინელი კაცი არის. საშინელია, მე დაძებიც. საშინელი თუ საშიში? საშიშიდან, მაგრამ ყველაფერთან საშინელი და საშიში და საშინელი. მაგრამ ძალიან საყვარელი. ეს როგორია? რა თქმა უნდა, რა იყოს, საყვარელი არის გიორგი. არის ტელევიზიაში გაუცილებელი. აი გიორგი როგორ დაახასიათებს? გიორგი ძალიან პასუხისმგებლობის. პასუხისმგებლობა რამდენი რაღაცაში შეეშალა თქვენ დაგამოვა. არა, სიტუაცია როგორია ხოლმე, რომ რეპეტიციამდე ღამის 2 საათზე დაახლოებით ესე წერი ხოლმე მესიჯს, იმიტომ რომ ტელეფონს არ თავს. არაზრუს ნომრები გამოცვალეთ გამართულია. ტელეფონი აღარ უყურებ აბსოლუტურად ყველას. თავის მაკაცებიდან დავიწყებ ოჯახის წევრები, ბიძაშვილები, მამიდაები. ძმას ვერ უკავშირდები, იმიტომ რომ მუშაობს ხოლმე და ხანდახან არ ცდილობს ხოლმე და მაგალითად გუშინ ვეძებდი მთელი დღე, სანამ საუნჩეკი გვექნებოდა აქ და მე ვიპოვე ბოლოს. ბოლოს ჩდება ხოლმე კაკრას, აი 5 საათზე რომ უნდა მოხვიდე, 5:30-ზე ჩდება თავისით. აი მაინც აქვს პასუხისმგებლობა. არა, მოდი რა ვიძახი. პასუხის სულ უბრალოდ ნერვიულობ. ბოლოს ხომ მაინც მაგ. არა, ადამიანი ნერვიულობს უბრალოდ. მე მინდა გითხრა რომ გიმართლებს უბრალოდ მაგრამ. გიორგი, ეხლა ძალიან ბევრი გოგო გიყურებს და ძალიან ბევრს აინტერესებს შენი პირადი თითები უკვე დაინახეს და უყვარ ხარ უკვე და აინტერესებს შენ თუ გიყვარს ვინმე. მოდი ეხლა მე გეტყვი როგორ მიყვარს. აბა. შენი ტუჩების გამო სიცოცხლის დავთმობ კარგო. შენი ღიმილის გამო ყველაფერს დავთმობ კარგო. იცი რა ლამაზი ხარ? ჩუმად როცა დადიხარ. იცი შენი ბრალია, როცა მე მიხარი. ისიც შენი ბრალია, ცუდად რომ ვარ ძალიან. მინდა მოგიცხნა ცხოვრება ჩემი. ისე გაცხოვრო, არც ამოგვარდეს თმის არც ერთი ღერი. შემიყვარო მინდა ისე. სიყვარული შენი სხვას ვერასოდეს ვეღარ მიცე. მინდა ისე ჩამეკონო, რომ სიყვარულს დავემონო. მიჭირს აგიხსნა რა მიჭირს, მაგრამ გრძნობ რომ ყველაფერი გაივლის. იცი რატომ მიყვარს ია? გაპრანჭვა სულ არ ჭირდება, ისედაც ლამაზია და შენში მომწონს თვისება ის. რომ არის პრანჭები არავისთვის. აი ესე მიყვარს და იცოდე რომ ძალიან მაგრამ მიყვარხარ და წყალში რაღაცა მაპატიე რა. ძალიან შეყვარებული გიორგი ტიგინაშვილი და ბენდი, ძალიან გთხოვ გადავიდით ისევ სცენაზე. ეხლა არის სიმღერის პრემიერა, ხო? არა, სიმღერის პრემიერა პირველი იყო, ეხაც იდეაში პრემიერა, მაგრამ გიდი მაშინ. ოკეი, გიორგი ტიგინაშვილი თავის ძალიან მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ესეთი განწყობისთვის. ჩვენ უკვე უნდა დავიშვიდობა ჩვენს ენერგო ვამპირი რა. გეუბნება. რა მაგარი ლექსი მიუძღვნა შეყვარებულს. რა თქმა უნდა და სცენაზე რო დგას, მაშინ ყველაზე მეტი დარწმუნებული ვარ, ეხა შეურიგდები და აპატიებ გუშინ რაც გაწყენინა. ხო? აუ. ჩვენ გემშვიდობებით ზეგამდე ხვალ ისევ ჩვენი მეგობრები ძალიან მაგარ განწყობაზე დაგახსენებენ. შენ შენი ბენდის წევრებს შეუერთდები. მე ჩემი ბენდის წევრებს შევუერთდები. სადა წამოვალ მეც. კარგი ბიჭებო. იგინ. მზად ხართ ბიჭები? არის უფროსო. დავწყოთ. ოპა. ჩურჩული მითხარი მაგრამ ვეცგე პიცე პიცხეს შემიყვარდი მაშინ კი არა აუ
ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი როცა ჩურჩულით მითხარი მაგრამ მე გეპიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა წვიმაში შრიალი ბოთლის ბავშვის თვალებიცი და შენი დუბილის ყოფნის შენი მოსმენაც მინდა ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი როცა ჩურჩულით მითხარი მაგრამ მე გეპიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი როცა ჩურჩულით მითხარი მაგრამ მე გეპიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა გისველდება თმები ბები რომელის ბზინავს შენი დიდები თმები შენზე სიზმრებით ბზინავს ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი როცა ჩურჩულით მითხარი მაგრამ ვერც გეფიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა წვიმაში სველი აქზები უკან ბრუნდები მარტო შეგისველდება თმები მე კი ამაზე ვსტარდო ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი როცა ჩურჩულით მითხარი მაგრამ ვერც გეფიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა გისველდება თმები რომელიც ბზინავს შენი დიდები თმები შენზე სიზმრებით ბზინავს ძალიან დიდი მადლობა